ალიანს არენა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მოიგებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგისთას. კვარა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ისტორიაში. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. პროფესია, რომელიც მუდამ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომას ითხოვს. სწორედ თქვენ მიგიწყვილთ ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა სოფლიოს მასშტაბით. 31 მაისი პოლიციელის დღეა. ვირდებით, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი, ყოველთვის ვიქნები თითოეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი. საზეიმო ღონისძიება და საზეიმო დაჯილდოება. ვინ დაემორჩილება კანონს? ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი ამოქმედებულია. ვიცით რა ხდება და ზუსტად ვიცით რატო არის კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რატო აპირებენ ევროკავშირში ამ კანონის მიღებას. მესამე სექტორის დუმილი და ოპოზიციის უარი ამერიკულ კანონს. ეს კანონი თავის შინაარსით სულისკვეთებით ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, არის რუსული. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელმაც საქართველოს უცხო ქვეყნის გავლენებისგან უნდა დაიცვას. ამერიკული კანონის ზუსტი ასლი ანუ ანალოგი ემსახურება იგივეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმ შემთხვევაში ემსახურება ამერიკის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. 2 საათი გადამწყვეტ მატჩამდე 5 წლის შემდეგ პარი სენ-ჟერმენი ისევ მიუნხენში და ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ახლა ალიანს არენისკენ არის მიპყრობილი. იზეიმებს თუ არა ქართველი ვარსკვლავის გუნდი გამარჯვებას. ქართველი გულშემატკივრებისთვის და არა მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია იმის მიუხედავად, რომ ინტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში თამაშის ბევრად დიდი გამოცდილება აქვს. PSG-ისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფინალია. პირველი ალიანს არენას მასპინძელ გუნდთან მიუნხენის ბაიერნთან 5 წლის წინ წააგო. ფრანგების ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვისთვის ემზადება ხვიჩა კვარაცხელიაც. ბიჭი, რომელმაც ქართულ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა, ახლა კი ყველა ერთად მისი ბავშვობის ოცნების აღდგენას ველით. როგორია გულშემატკივრების განწყობა? ტრადიციულად ისტორიული თამაშის მონაწილეა კურიერი. მიუნხენს და ლაშა დვალიშვილს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ლაშა, მე-12 მოთამაშის პროგნოზი როგორია? საღამოშვიდობის იზი, მოგესალმები, აბსოლუტურად გეთანხმები. ყველა ისტორიული მოვლენა, სადაც კი არის არა მარტო სპორტული კურიერი, იქ არის და ასე იქნება მუდმივად. ფანტასტიკური განწყობაა, წარმოიდგინეთ, ეხლა როდესაც ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება მიუნხენში ალიანს არენაზე, პრაქტიკულად ჯერ პრინციპში ცოტა არითქმის რომ ბოლომდე შევსებულია, მაგრამ 2 საათია თამაშამდე დარჩენილი იზი და გულშემატკივარი უკვე მრავლად არის ალიანს არენას ტრიბუნაზე. თავისთავად ცხადია, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი იყო მიუნხენში, წარმოუდგენელი ზეიმი იყო, დილის საათებიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ინტერის გულშემატკივრები, თუმცა არ აკლებდნენ აქტიურობას, რა თქმა უნდა, პარი სენ-ჟერმენის კომაგებიც. ორივე გულშემატკივართა ბანაკში თავისთავად ცხადია, მოლოდინი არის იმისა, რომ მათი გუნდი გაიმარჯვოს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღევანდელმა დღემ მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა, არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული ამ შეტაკებები, ან გაურკვევლობა, ან ინციდენტები. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მოსულა, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფრის შუაგულში ვიმყოფებით. მთლიანობაში თავისთავად ცხადია, რომ მოლოდინი ძალიან დიდია, არა მარტო გერმანიაში მყოფი გულშემატკივრების, არამედ საქართველოში მყოფი გულშემატკივრების და ამას თავისთავად ცხადია არ ჭირდება ახსნა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მინდორზე უნდა გამოვიდეს ხვიჩა კვარაცხელია და უნდა ვირწმუნოთ, რომ მისი გოლი შეძლოს პარი სენ-ჟერმენმა გამარჯვების მოპოვება. თვითონ ის ფაქტი, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი, ეს უკვე მრავლის მთქმელია. ხვიჩა კვარაცხელია არის მეორე ქართველი, რომელსაც აქვს შანსი, რომ აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს ორჯერ გააკეთა კახაკალაძემ, ჯამში მას 3ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნათამაშები, მაგრამ ხვიჩას დღეს აქვს შანსი პირველად ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ბუნებრივია პირველად აწიოს ჩემპიონთა ლიგის თასი, რაც ქართული ფეხბურთისთვის, არა მხოლოდ პარი სენ-ჟერმენისთვის, ხვიჩასთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფაქტს ხაზს უსვამს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც.
ველოდები ძალიან დიდი ხანია ამ დღეს და ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დღეს დადგა, დღეს ნახავთ არაჩვეულებრივ თამაშს და დარწმუნებული ვარ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვისიამოვნებთ, იმიტომ რომ ორი მართლა საუკეთესო გუნდი და გვიხარია და მიხარია განსაკუთრებით, რომ დღეს ხვიჩა იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის დასაწევს, იმიტომ უბრალოდ მან ეს დაიმსახურა და ნამდვილად ღირსია ამ ყველაფრის და რა ვიცი, გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, ნერვიულობთ, გვინდა ეს ყველაფერი რომ ნამდვილად ასე მოხდეს. და ღირსია ხვიჩა კვარაცხელია და ღირსია ქართული ფეხბურთი იმისა, რომ კიდევ ერთმა ქართულმა ფეხბურთელმა აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი. აი ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება შეხვდა ჩვენ თუნდაც აი სულ რამდენიმე წუთის წინ მაგალითად ქონდა შეხვედრა ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, პარი სენ-ჟერმენის ლეგენდასთან, რაისთან, რომელმაც ასე პრივატულ საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ ბუნებრივია მას წლები აქვს გატარებული პარი სენ-ჟერმენის რიგებში და გულშემატკივრობს პარი სენ-ჟერმენს და შესაბამისად წინასწარმეტყველებს მის გამარჯვებას. მაგრამ ახლა მინდა ჩვენ მაყურებელს შევთავაზო ექსკლუზიური კომენტარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსთავიორს გააჩნია. ჩვენ ჩავწერეთ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ლუის ფერნანდესი. ეს არის ადამიანი, რომელსაც 225 შეხვედრა აქვს ჩატარებული პარი სენ-ჟერმენის რიგებში, საუკეთესო წლები სწორედ პარი სენ-ჟერმენის რიგებშია გატარებული და არის საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობის წარმომადგენელი, ისეთი თაობის, სადაც იყვნენ მიშელ პლატინი, ტიგანა, როშტო, ამორო, საუკეთესო ფეხბურთელები დაკომპლექტებული საფრანგეთის ნაკრები. იგი მონაწილეობდა სოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, მონაწილეა 84 წლის ევროპის ჩემპიონატის და გამარჯვებული და სწორედ ახლა სულ შემოგთავაზოთ მისი კომენტარი, ექსკლუზიური კომენტარი, რომელიც კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას და მის შესაძლებლობებზე გააკეთა. Mashkelia is good player. კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას ისეთი მენტალიტეტი აქვს, რომელიც მოედანზე ბევრი დადებითი და პოზიტიურის გაკეთების საშუალებას აძლევს. ის ბევრ ამას ახერხებს. მე მომწონდა კვარაცხელია ნაპოლშიც, როცა ჩემპიონი გახდა. ამიტომ კვარაცხელია მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ფეხბურთელი, რომელმაც აუცილებლად დიდ წარმატებებს უნდა მიაღწიოს. ის სრულყოფილია, საკუთარ თავს ყოველთვის ჯობნის. ეს კი შესანიშნავია. მოკლედ იზი, მე იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერი მზად არის უკვე დღეს შუადღიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი მზად იყო. ალიანს არენაზე წარმოუდგენელი არენა, ფანტასტიკის სფეროდან არის ეს სტადიონი, რომელიც იტევს 75,000 გულშემატკივარს. სულ რამდენიმე წუთის წინ ბოლო შემოწმება გაიარა ხმის კონტროლმა, გახმოვანების სისტემამ, შუქფარებმა, ელექტროობამ, აბსოლუტურად ყველაფერმა და შესაბამისად ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ძალიან მალე დაიწყოს თითეული ჩვენგანისთვის, თითეული ქართველისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში, რომელშიც პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეესწებიან დაამარცხონ ძალიან ძლიერი, ძალიან დაბალანსებული და ძალიან საინტერესო ფეხბურთის მაჩვენებელი მილანის ინტერი. თუმცა ეს არის ერთი თამაში და შესაძლოა ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტოს და შესაბამისად მეც მინდა ჩემი ჩართვა დავასრულო იმით, რომ ეს ერთადერთი გოლი იქნება პარიზელთა მხრიდან გატანილი და ამ ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდება. მადლობა ლაშა დვალიშვილს ამომწურავი ინფორმაციისთვის. უსურვოთ წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას და PSG-ს. სანამ ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას ვიზეიმებთ, ვისაუბროთ ქართველი პოლიციელების წარმატებაზე. 31 მაისს მათი პროფესიული დღე აღინიშნება. სამართლიანობის უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, მართლწესრიგის დაცვა და საკუთარის ფასაცხვისი სიცოცხლის გადარჩენა. პროფესია, რომელიც მუდამ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომას ითხოვს. ღირსეულად შესრულებული სამუშაოსთვის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფის თანამშრომელმა არაერთი მადლობა დაიმსახურა. პირველი იყო პირველი პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ გამოწვევების მიუხედავად სამართალდამცველები ურყევად განან უსაფრთხოების სადარაჯოზე. პოლიციელების განსაკუთრებულ როლზე გააკეთეს აქცენტი პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. საზეიმო ღონისძიების ბოლოს იყო საზეიმო დაჯილდოებაც. ნანა გოგატაძე გვერდება თემის დეტალებით კურიერის სტუდიაში. ნანა, გითხარი როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ და ღონისძიება? იზი წელსაც პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმოდ აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციულ შენობასთან, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით წელს პირველად პოლიციელებს, სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ დაახლოებით 10 წუთიანი სიტყვა სხვადასხვა მიმართულებით ისაუბრა 10 წუთიან სიტყვით გამოსვლაში მან ისაუბრა სამართალდამცველების მიერ შესრულებულ სამუშაოზე, ასევე პირობა დადო რომ დაიცავს მათ ღირსებას, ასევე გაიხსენა ის პოლიციელები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, იყო წუთიერი დუმილი, ასევე დღეს პროფესიული დღე სამართალდამცველებს მიულოცა პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. იყო ბევრი მადლობა და იყო მათ შორის დაჯილდოება. დღეს ასევე დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. პოლიციელებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან ტრადიციულად სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების აღლუმი მოეწყო. პროფესიული დღე სამართალდამცველებს პირველმა პოლიციელმა მიულოცა. გელა გელაძემ სიტყვა მადლობით დაიწყო და დაპირობა რომ თითოეული პოლიციელის ღირსებას დაიცავს. ჩემთვის დიდი პატივია რომ პირველად მოგმართავთ როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივიცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე. პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი. ეს ნიშნავს ატარო ღირსება. ეს არის ფიცი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა უხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მით უფრო ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ. დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ და არასდროს დავივიწყოთ ის გმირი პოლიციელები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებას თავი შესწირეს. დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუხდი მადლობას მათ მშობლებს, საამაყო შვილებს. ჩვენ ყოველთვის მათი ოჯახის გვერდით ვიქნებით. ვთხოვთ მივაგოთ პატივი ჩვენი დაღუპული გმირი პოლიციელების უგდავ ხსოვნას. პირველი პოლიციელის შემდეგ ტრიბუნა უმაღლესმა მთავარ სარდალმა დაიკავა. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება სამართალდამცველების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებაზე გაამახვილა. შვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით. მსგავსი მცდელობები მომავალში ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად სულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას. პირველებით გახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. ამ სიტყვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. იდაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სამართალდამცავი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს. პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ კაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის, ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავხდი მადლობას ადამიანს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და რომელსაც პოლიციის რეფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მადლობას ვუხდი ვახტანგ გომელაურს პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის, რომლითაც ის ჩვენს ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე ემსახურა.
დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი ბატონი გელაგელაძე ვახტანგ გომელაურის მიერ დაწყებულ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელებს. პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიან პროტესტს და ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას. ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მარწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე მაქსიმალური მოთმინებით დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებით სათანადოდ მართეთ. ატარებდე პოლიციელის მუნდირს ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულება. პოლიციაზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა როლი აკისრია პოლიციელს სახელმწიფოს შექმნის საქმეში. ულოცავ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გელაგელაძეს, რადგან ამ მიმართულების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. გულითად მადლობას ვუხდი უწყების უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში გარკვეული და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მადლობასთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მიიღო. საზეიმო ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილმა და გელა გელაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და მამაცობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვეს. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მიულოცო პროფესიული დღე. ჩვენთვის სამსახური, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი საპატიო და ძიმე ტვირთი, რომელიც გამოიხატება სამშობლოს წინაშე სამსახურში და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დამაჯილდოვა ღირსების მედლით, რაც ჩემთვის როგორც პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან თითოეული ჩვენთაგანი ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მინდა პროფესიული დღე მივულოცო ჩემს კოლეგებს. პოლიციელის პროფესიული დღე საქართველოში ყოველ წელს 31 მაისს აღინიშნება. ქართული მართლმსაჯულების სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებს აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გადაწყვეტილებები, რომელიც ქართულმა სასამართლომ კონკრეტული პოლიტიკოსების დაკავების საქმეზე მიიღო, სტრასბურგმაც ძალაში დატოვა. მიუხედავად ამ პრაქტიკისა, ევროკავშირის პრესპიკერი საქართველოს დაკავებული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას თხოვს. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და გავრცელებული განცხადების მიღმა ცილისმწამებლურ კამპანიას ხედავს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ექსტრემიზმის მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებას იზიარებს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამ სიტყვებით გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესპიკერის განცხადებას. ანუარ ელ-ანუნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. პრესპიკერს სოციალური ქსელის საშუალებითვე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ოპონენტებს ნიკამელიას დაკავების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ახსენებს. 2021 წელსაც ნიკამელიას დაკავების შემდეგ ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. 2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს წამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს. 2025 წელს ნაცვლად ბოდიშისა მივიღეთ ახალი ცილის წამება ბრიუსელის მხრიდან.
ოპოზიციისთვის ევროკავშირის პრესპიკერის პოზიცია იმის დასტურია, რომ ბრიუსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად აფასებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეიძლება არსებობდეს, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს რაღაცა გამონაკლისი შემთხვევაც არ არის, რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება გვიხილავს ჩვენ, თუმცა რაც შეეხება ზოგად ფონს ვერაფერი ვერ შეცვლის და ევროპელი კოლეგების პოზიციას, ევროპული ინტეგრაციის პროცესიც იმიტომ არის შეჩერებული და იმიტომაც აღარ არის მაღალ დონეზე ურთიერთობები საქართველოს და ევროპას შორის, რომ ძალიან კაფეო ერთიანი პოზიცია არსებობს ევროპაში. ბოდიში მე მგონი თვითონ აქვთ მოსახდელი პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე. რომ პირველად ჩვენ ქვეყანა მიცვალა გეზი დასავლეთიდან და წარმოუდგენელი კორიანტელი ნიაღვარი მომდინარეობს შეურაცხყოფისა დასავლელი პოლიტიკოსების, დასავლური სტრუქტურების მიმართულებით. სახელისუფლებო პარტია ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. მმართველ გუნდს არგუმენტად ის გახმაურებული საქმეები მოჰყავს, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებების კანონიერება არაერთხელ დაადასტურა. ბატონ მელიასთან დაკავშირებით, მეორე სერიას ვუყურებთ, ვინაიდან იგივე განცხადებები იყო 2021 წელს მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და სხვა შორის 3 წლის თავზე შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ამ შემთხვევაშიც, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით და ბოდიში არავის არ მოუხდია. მე მინდა ჩვენ საზოგადოებას შევახსენო კიდევ გახმაურებული საქმეები, რომელიც იყო ბატონი გვარამიას გარშემო, ბატონი მერაბიშვილის გარშემო, ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული იყო და თითქოს და რაღაცა პოლიტიკურ იარლიხს აწებებდნენ. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ აქაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით. რაღაც მოხდება ხოლმე და წლების მერე ყველაფერი ნათელი ხდება და მათ შორის ამას ადასტურებს ხოლმე მაგალითად სტრასბურგის სასამართლო. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის თუ ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულებას აბსოლუტურად არასწორია და ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა, ოღონდ მცდელობა. კიდევ კარგი არ გამოსდით და კიდევ კარგი ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო იმგვარად დამოუკიდებელი, რომ ამ ჩარევებს რაიმე გავლენა შიდა საქმეებზე, შიდა პოლიტიკაზე ვერ მოეხდინა. თავიანთ ქვეყნებს მიხედონ და თანაბარ სწორად გველაპარაკოს ყველა. ევროპული ბიუროკრატიის კრიზისზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე იმეც გამოთქვამს, რომ deep state-ის გავლენა შემცირდება, რაც ევროპულ სტრუქტურებში წესებზე დაფუძნებულ სისტემას განავითარებს და ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევას. სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა. ეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც კანონი იყო საქართველოში აღსასრულებელი და საქართველოში კანონის აღსრულებას, სამართლის უზენაესობას პირდაპირ დაუპირისპირდა მაშინ როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ბიუროკრატია. გახსოვთ მაშინდელი განცხადებები, მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი. თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვიგვირს ეს განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური კრიზისი, დემოკრატიული კრიზისი, სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ deep state-ის გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაცლევა. ჩვენ გვახსოვს, რომ კრიმინალებს საქართველოში ფარველობენ 2012 წლიდან მოყოლებული. პროცედურა ჯერ მანამდე მფარველობდნენ 9 წლის განმავლობაში, როდესაც ეს კრიმინალები იყვნენ ხელისუფლებაში და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან სამწუხაროდ, რაც გამოუგნებელია კრიმინალურ რეჟიმს საქართველოში. ხო, უფრო მეტიც ამ რეჟიმს მოიხსენებდნენ როგორც დემოკრატიის შუქურას. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკისრებული გირაუს გადაუხდელობის გამო პატიმრობა ნიკამელიას 30 მაისს შეუფარდა. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ხედავს ქვეყნის ხელისუფლება პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიერ გავრცელებული განცხადების მიღმა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ პოლიტიკური მცდელობების შემდეგ გარკვეული ქვეყნების მიზანი ახლა საქართველოს ეკონომიკასა და ტურიზმის სექტორზე სწორდება. დიპლომატიური უწყებების მიერ გავრცელებული გაფრთხილება კი ხელისუფლებაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს.
მართველი პარტია დიპლომატებს ვენის კონვენციის დაცვას ურჩევს. აქცენტი კეთდება სტატისტიკაზეც, რომლის მიხედვითაც პოლონეთი და საფრანგეთი, ასევე ჯამურად ევროკავშირი საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით. კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს ქვეყნის მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 18 თვეში საქართველოს 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, საქართველოში შემოსვლა კი 100,000-დან მხოლოდ 25-მა ვერ შეძლო. ყველაფერი დევს ხელის გულზე. მარტო სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთი ქვეყნის შემთხვევაში მხოლოდ 9 მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოს შემოსვლაზე და მეორე შემთხვევაში მხოლოდ 16 მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოს შემოსვლაზე 100,000-დან. ანუ ჯამში 100,000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. როცა პირიქით სტატისტიკა რომ მავიღო, წელიწად-ნახევრის განმავლობაში 1000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე. ხშირად არ ხდება ხოლმე საერთოდ არავითარი მიზეზის განმარტება. რაც შეეხება უცხოელების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას რადიკალური ოპოზიციის აქციებში, ეს არის რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი. მე ვერ გეტყვით ეს არის თუ არა ვინმეს ქვეყანაში არ შემოშვების საფუძველი, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ორგანოები, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი რომ 16 და 9 არის სტატისტიკა, არის იმის დასტური რომ ეს არავითარი რაღაც განსაკუთრებული საფუძველი არ არის. როდესაც უცხოელები მონაწილეობენ რადიკალური ოპოზიციის აქციებში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უნდა იმაღლოს ხმა შესაბამისმა საელჩომ. მათ უნდა მოუწოდონ საკუთარ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ უცხო ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევისაგან. და ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპირო განცხადებებს, როდესაც ისინი პირიქით ახალისებენ საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობას უცხო ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის აქციებში სუვერენიტეტში ჩარევას. ეს არის რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი და ეს არის პირველ რიგში ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა. ვინ არის გამჭვირვალობის მომხრე და ვისთვის იქცევა ახალი კანონი ლაკმუსის ქაღალდად. წამზომი ჩართულია ამერიკული ფარას ქართული ანალოგი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება აქვთ. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა. უწყებამ ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს 6 თვეში ერთხელ უნდა წარუდგინოს. სახელმწიფო პარტია აქცენტს კანონის მნიშვნელობაზე აკეთებს. მართლგუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობა აუცილებელია. ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი მიუღებელია ოპოზიციისთვის, ხელისუფლება კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიზანი უცხო ქვეყნის გავლენისგან საქართველოს დაცვა. ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი კანონი, რომელსაც წინ გაცილებით ლოიალური გამჭვირვალობის კანონი და მისი ხმაურიანი განხილვები უძღოდა უკვე ძალაშია. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ამოქმედებულია. დღეიდან სხვა ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების მქონე არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს ფინანსების დეკლარირების ვალდებულება უჩნდებათ. ეს კანონი თავდაპირველადვე პრობლემას წარმოადგენდა კოლექტიური გიგაურებისთვის, კოლექტიური ლომჯარიებისთვის და ასე შემდეგ, რომლებიც ძირის გამომთხრელ სამუშაოებს ეწევიან ჩვენ ქვეყანაში და ჩართულები არიან მუდმივად რევოლუციური სცენარების მოწყობაში. იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა ისეთი ეფექტი ვერ მოგცა, ვინაიდან ესეთ მდიდარ NGO-ებს ერჩიათ, რომ ჯარიმები გადაეხადათ, ნაცვლად იმისა, რომ გაესაჯაროებინათ თავიანთი, ასე ვთქვათ, მიღებული თანხა და დახარჯული თანხა, აუცილებლობა დადგა იმისა, რომ უკვე გადმოგვეღო ამერიკაში მოქმედი ფარას კანონი, რომელიც მძიმე წერტილით არის გადმოტანილი, რომელიც გაცილებით მკაცრია ვიდრე ჩვენი კანონი და რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უფრო უსაფრთხო. ეს კანონი თავის შინაარსით სულისკვეთებით ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, არის რუსული. ოპოზიციისთვის ამერიკული ფარაც რუსული კანონია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული კონტექსტი ქართული რეალობისგან განსხვავდება. მაშინ რატომ შეუწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსება USAID-ის თუ არა გამჭვირვალობის პრობლემა? ოპოზიციის ნაწილს ამაზე პასუხისგაცემა უჭირს და საკითხს მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. იქ მიდის დებატები იდეოლოგიურ საფუძვლებზე, რომ ლიბერალური მთა ებრძვის კონსერვატიული მთას და პირიქით რა. ჩვენთან ეს ყოფნა არ ყოფნის საკითხთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უშუალოდ ფარას და ამერიკას, იქ არის ძლიერი ინსტიტუციები, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, ინსტიტუციური სიძლიერე და კალკიც თუნდაც რომ იყოს, რაც არ არის გადმოტანა, არარელევანტურია ქართულ სინამდვილეში და ქართულ სინამდვილეში ქართული ოცნების მხრიდან გამოყენებული არის სტიგმატიზაციისთვის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად.
კანონი ამოქმედდა და ისევ ამოქმედდა საერთაშორისო კრიტიკაც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ფარას ანალოგიური კანონი დემოკრატიისთვის საფრთხეა. ხელისუფლება კი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით ხსნის. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაფინანსება ვერ გამართლდება. საუკუნის 2 წლიანი αφიორა იყო გარე დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით არა რუსულ კანონს და გახსოვთ როგორ აძახებინეს ჩვენი მოქალაქეების გასაგებია მცირე მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ეს ფრაზა რომელიც დაფინანსებული იყო 10 მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას და გარე დაფინანსების უკაცრავად გამოთქმისთვის და გაპრავებას ეს ყველაფერი არ გაპრავდა და ვერ მიაღწიეს იმას, რომ გარე დაფინანსება გამართლებული იყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და საქართველოს გაიმარჯვა. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იგივეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმ შემთხვევაში ემსახურება ამერიკის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. კანონის კრიტიკა, სასაცილო გამოდის, რომ გთხოვენ წარმოადგინო ინფორმაცია, რა თანხა მიიღე და რაში დახარჯე. არ არის ამაში არანაირი პრობლემა, თუ კი რაღაც ბნელი აზრები არ გაგაჩნია. მაგალითები რომ არ იყოს აი ამ ექსტრემიზმის, მაშინ დასაკვირველია საკამათო იქნებოდა ეგ თემა. მაგრამ ჩვენ ვიცით რა ხდება. და ზუსტად ვიცით რატო არის ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რატო აპირებენ ევროკავშირში ამ კანონის მიღებას. რატომ დადგა დღის წესრიგში კანონის მიღების აუცილებლობა? ამაზე მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ ნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში გარე დაფინანსებით საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 სხვადასხვა მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს, ბუნებრივია ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის სრული დადვირთვით ამოქმედების თაობაზე, რაც ალტერნატივა არ აქვს. ხო, თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც პარლამენტს 6 თვეში ერთხელ სპეციალური ანგარიში უნდა წარუდგინოს. უცხო ქვეყნის დაფინანსებას უკვე ახალი კანონი არეგულირებს. კანონი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის ინტერესშია საქართველოში სიძულვილის კამპანიის დაფინანსება. ერთ-ერთი ბოლო დეპუტატ მარიამ ლაშხზე მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტია. საქმეზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავეს, ერთს კი 4000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და საერთაშორისო დონორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ეს არის შემაშფოთებელი. დაუშვებელია ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ ინციდენტზე საუბრობს, როდესაც უმრავლესობის წევრს მარიამ ლაშხს შვილების თანდასწრებით აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კობახიძე აქცენტს ქვეყნის გარედან დაფინანსებულ სიძულვილის კამპანიაზე აკეთებს. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა ეს ფაქტი, ხო? ბავშვებთან ერთად იყო, არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აღენებდნენ შეურაცხყოფას, ხო? ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, სადაც საუბარია იმაზე, რომ როდესაც ელჩთან, ბატონ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, ბევრად უფრო რბილი ფორმით, სხვათა შორის, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. და იგივე დროს მათი დაფინანსებით ხდება იმ ფაქტის გამართლება, რაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მარიამ ლაშხთან მივარდნას. ხო, ეს არის რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტი. მათთვის არ არსებობს არავითარი სამართლიანობის პრინციპი, სამართლის უზენაესობის პრინციპი. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება.
მართველი გუნდის ოპონენტები გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობენ, ამბობენ იმასაც, რომ ბავშვების თანდასწრებით ნებისმიერი შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა აქტივისტების მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება მათი შეფასებით არაპროპორციულია. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის დაცული უფლება, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მაგრამ ამავდროულად არასრულწლოვნების ბავშვების იქ ყოფნის საკითხი ცხადია არის მძიმე თემა და ამასთან დაკავშირებით თვითონ მონაწილე პირებმა თავადვე გააკეთეს კომენტარები, თავადვე დაწერეს სტატუსები, მაგრამ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება ეს იყო არაპროპორციული ღონისძიება. მაქვს მყარი პოზიცია, რომ მცირეწლოვან ბავშვთან მიმართებაში ეს უნდა იყოს დაცული, რომ არც ერთ ადამიანს თუნდაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია არ უნდა გააცნო გაუნერები ამ სენსიტიურობიდან, მაგრამ არანაირი მორალური უფლება ამ ხალხს არ აქვს, რომ ისაუბრონ იმაზე, რომ თითქოს და აქეთ ამ მხარეა რამეში დამნაშავე. ოპოზიციის პოზიცია გაუგებარია სახელმწიფო გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ყველა დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში უნდა გაეცეს. უმრავლესობის წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო დონორებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმა. ასევე რეაგირება მოახდინონ საჯარო პირების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც. ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ. ჩვენი მოსახლეობა ამას აკვირდება და თუ მათი ასე ვთქვათ საქციელი შეფასებული იყო რაღაცა პლინტუს ქვემოთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩავიდა, ვინაიდან ეხა პირდაპირ ნახეთ ის კადრები, რაც დიდი სიამაყით გამოფინეს, ქალბატონი ლაშხი, რომელიც ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, ხაზგასმით ვამბობ, შეუვარდნენ, ეს არც მორალში ჯდება, არც ადამიანობაში და არც არანაირ ზნეობრივ სტანდარტებში და შემდეგ ამოდიან და უკვირთ, რომ რანაირად უჩილა მარიამ ლაშხმა 20 წლის ახალგაზრდებს, აბა რა უნდა გაეკეთებინა. ეს რა თქმა უნდა არის ყოველთ მიუღებელი და ნებისმიერ ასეთ ქმედებას კანონის ფარგლებში გაეცემა ყოველთვის ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებული მსგავსი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს, ამიტომ აქ ჩვენ გვაქვს ცალსახად კანონმდებლობის აღსრულება, მოსამართლემ იმსჯელა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევალთ მოსამართლის კომპეტენციაში და კონკრეტული ქმედებიდან გამომდინარე, მისი, ასე ვთქვათ, დამაზიანებელი ხარისხიდან გამომდინარე, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა მოსამართლემ გუშინ შეუფარდა. საქმეში ფიგურირებს მაგდა მამუკაშვილიც, რომელსაც 4000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც ერთ-ერთ კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები შეძახილებით მივიდნენ. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ტელეფონის შემდეგ ინტერნეტი პატა ბურჭულაძის ბუნდოვანი იდეა. როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ინტერნეტით? კითხვად რჩება, რადგან ავტორს ჯერ არც ზუსტი სტრატეგია აქვს და არც ის აღჭურვილობა, რომელიც ამ პროცესს უზრუნველყოფს. მსოფლიო ბანკს პოლიტიკური ბანი არც კოლეგებმა მისცეს, ოპოზიციის დიდი ნაწილი იდეას არასერიოზულად აღიქვამს. პოლიტიკაში გადმოტანილი ბიზნესის სახელმწიფო პარტიას ბურჭულაძის ინიციატივა კითხვებს უჩენს. ეს არის უწყლარი და რომელიც აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ 2 თვეში ჩვენ გვექნება უკვე ძალიანად აღჭურვილობა ამის. ჯერ აღჭურვილობა არ აქვს, თუმცა პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ინტერნეტით არჩევნებს სრული სიზუსტით ჩაატარებს. ამბობს, რომ ხმების დამთვლელი 3 აპარატიდან 1 ჩეხეთში, 2 კი ამერიკის შეერთებულ შტატებშია შექმნილი. ჩვენ გვინდა რომ გავიდეთ ხალხში და მოუწოდოთ ყველას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, უნდა დაიბლოკოს. ეს არის ინტერნეტ არჩევნები. სადაც შეიძლება ტელეფონითაც მისცეთ ხმა, გარდა იმისა, რომ მისცეთ კომპიუტერით. მხარს უჭერენ თუ არა არჩევნების ტელეფონით ჩატარებას. სააკაშვილის გუნდში ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვთ. ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილი ბურჭულაძის ინიციატივას უპირობოდ ეთანხმება. ნაწილს კი ალტერნატიული შეთავაზებები აქვს. მე არ დავარქმევდი ამას რაღაც ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებს, საუბარია ელექტრონულ სისტემაზე და მიმდინარეობს შეობა რა ფორმით უნდა მოხდეს. მე მაინც ვემხრობი, რომ ამას არჩევნების სახელი და ხასიათი არ კონდეს, ეს უფრო იყოს რაღაც სარეფერენდუმო, აქტიური ბოიკოტის ბაზა. სატელეფონო არჩევნებს არასერიოზულად აღიქვამენ გახარიას პარტიაში. მამუკა ხაზარაძის გუნდში კი არჩევნების ცესკოს ახალი შემადგენლობით ჩატარებას უჭერენ მხარს. სატელეფონო არჩევნები ცოტა გაუგებარია, ცოტა არასერიოზულია, გაცილებით მეტი ინფორმაცია გვჭირდება, რომ რაიმე სერიოზული
კომენტარი ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ. Ჩვენი ხარ არ ვარ წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, შევხვდით, მოусმინეთ და ამისითაც ჩვენი ურთიერთობა არ წასულა. შეიძლება ბევრი იდეა არსებობდეს, სხვადასხვა ლეგიტიმური ინიციატივა. ჩვენ კონკრეტულად განვიხილავთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ახალი წესკოთი. ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას არ გქონდათ? ჩვენი მთავარი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების წესკოთი. დგას თუ არა სატელეფონო არჩევნების უკან ბიზნეს გეგმა. ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვები აქვს. საკითხზე ოპოზიციის განსხვავებული პოზიციები კი მმართველი გუნდისთვის ოპონენტებს შორის არსებული დაპირისპირების უფრო მეტად გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია. კატასტროფულ ზღვარზეა მისული ზოგადად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გულისცემა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთი მხრივ არიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც მობილურით და ინტერნეტით ანონსებენ არჩევნების ჩატარებას, რაც რა თქმა უნდა სატირო-იუმორისტული ჟანრის თემატიკაა და ის სერიოზულად განხილვას ბუნებრივია არ ექვემდებარება, არის მეორე მიმართულება, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ იმ კოლაფსს, რასაც საკუთარი თავი თვითონვე და მათ პატრონების დავალებების შესრულებამ ეს კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური პარტიების შეიყვანა და ვერ აღწევენ იმ ლაბირინთიდან თავს. მე ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა, რომლის მიზანი არის შემოსავლის მიღება და აი რა ვიცი მოიკითხოს მედიამ ვინ დგას ამ აპლიკაციის თუ რა ვიცი რაღაც პროგრამის შექმნის უკან. რაც შეეხება ოპოზიციაში შიგნით დაპირისპირებას, პირველ ხომ დადასტურდა ის, ასე ჩვენ ვამბობდით. ჩვენ ვამბობდით, რომ ლელო და გახარია, ხაზარაძე და გახარია მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ხო უარყოფდნენ ამ ყველაფერს. ხო აღმოჩნდა რომ ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, თაღლითობა რაც ისედაც არის ამ პარტიების გენეტიკურ კოდში ჩადებული, ეს თაღლითობა ხო კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ოპერიდან პოლიტიკაში წასულმა პაატა ბურჭულაძემ ტელეფონით არჩევნების ჩატარების იდეა ოპოზიციას 15 მაისს გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მხარდაჭერას ითხოვს და იღებს უკრაინა, რომელიც ზუსტად 48 საათში ისევ რუსული დელეგაციის პირისპირ აღმოჩნდება. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 15 მაისის მსგავსად სტამბოლში გაიმართება, თუმცა ერთი განსხვავებით. რუსეთთან და თურქეთთან ერთად ევროპისა და აზიის გზა გასაყარზე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც ჩავლენ. ეს დღე განსაკუთრებული იქნება იმითაც, რომ 3 წლის შემდეგ კრემლი საკუთარ მოთხოვნებს შავი თეთრზე დაწერს და უკრაინას სამშვიდობო მემორანდუმს გადასცემს. რა არის პუტინის მთავარი მოთხოვნა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა მზაობა, რომ შტატები მშვიდობის სანაცვლოდ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს სიტყვის უკვე გამოიკვეთა. პუტინიც და ზელენსკიც ძალიან ჯიუტები არიან. გაბრაზებას ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი აღარ მალავს. ომი, რომელიც დონალდ ტრამპს 24 საათში უნდა დაესრულებინა, მისი მეორედ გაპრეზიდენტებიდან 3044 საათის შემდეგ ისევ გრძელდება. ამჯერად თეთრი სახლის შეშფოთება განსაკუთრებით კრემლის ბოლო ქმედებებმა გამოიწვია. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რუსებმა რაკეტები გაუშვეს კიევის და სხვა ქალაქების მიმართულებით. ზუსტად მოლაპარაკებების დროს, რომელიც მეგონა დასრულებასთან ახლოს იყო. ვაშინგტონი რომ მანამდე შერბილებულ ტონს უფრო ამკაცრებს, ამას ამერიკელი სენატორების კიევში ვიზიტიც ადასტურებს. გუშინ ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქიდან მოსკოვს მორიგი ულტიმატუმი წაუყენეს. ომი ან მშვიდობა. შეახსენეს ისიც, რომ თუ პუტინი არჩევანს ომზე შეაჩერებს, ეს მოსკოვს ძალიან ძვირად დაუჯდება. არ მჯერა, რომ რუსეთი დაინტერესებულია მშვიდობით. ამჟამად ისინი აძლიერებენ თავიანთ ძალებს უკრაინის საზღვართან, რათა ზაფხულში ან შემოდგომაზე კონტრშეტევა განახორციელონ. ვფიქრობ, მომავალ კვირას სენატი დაიწყებს სანქციების შესახებ კანონპროექტის განხილვას. სენატის მიერ მოქმედებების დაწყებისთანავე მეც გაიგებთ პრეზიდენტ ტრამპისგანაც. ვფიქრობ, ის ახლა იმ ეტაპზეა, როდესაც რუსეთისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი მომხდარა. დასავლეთს ულტიმატუმზე ულტიმატუმით უპასუხობს მოსკოვი და ურჩევს კონფლიქტის მოგვარების პროცესს გაგებით მოეკიდოს. სანამ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები რუსეთის დასჯაზე იმჟელებენ, 2 ივნის პუტინის დელეგაცია უკრაინელ დიპლომატებს სტამბოლში იმ მოლაპარაკების მაგიდასთან დაელოდება, რომელზეც კრემლში შედგენილი სამშვიდობო მემორანდუმი დაიდება.
რუსული დელეგაცია სტამბოლში მიემგზავრება და ორშაბათს დილიდან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. კიევი მემორანდუმის პროექტ სტამბოლში ჩასვლამდე ითხოვს. მოსკოვი პოზიციას არ ცვლის. ამბობს, რომ დოკუმენტი წინასწარ მეორე მხარეს არ გადაეცემა და არც შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. რა ჩაწერა რუსეთის დელეგაციამ ოფიციალურ დოკუმენტში. ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა მედია განსხვავებულ ვერსიებს უკვე აღწერებს. მათ შორის არის ყველაფერი ან არაფერი. უკრაინა დარჩება სუმის, ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და დნეპრის გარეშე, თუ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. სტამბოლში უკრაინა მარტო არ იქნება. ომში მყოფ ქვეყანასთან ერთად რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც ჩავლენ. სამწლიანი პაუზის შემდეგ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის გამართვას აანონსებენ. მანამდე უკრაინას უკვე ეწვია მთავარი შუამავლის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. შედგა სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორისაც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განვიხილეთ დიპლომატიური საკითხები. ამჟამად გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ჩვენ უკრაინაში და არც თურქეთს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია რუსეთის ეგრეთ წოდებული მემორანდუმის შესახებ. რაღაც მიზეზით რუსები ამ დოკუმენტს მალავენ. ღიად რომ ვთქვათ, ეს სრულიად უცნაური პოზიციაა. არ არსებობს სიცხადე ფორმატთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მოსკოვში სრულიად დაავიწყდათ დიპლომატიის ხელოვნება. ისინი განაგრძობენ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომლებიც ამტკიცებს, რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე არაადეკვატური მოთამაშეები არიან. თუმცა სწორედ ეს არწმუნებს ყველას, რომ ახალი ზეწოლა ასაჭირო. ზეწოლა რუსეთზე. უკრაინაში ომი 1092 დღეა გრძელდება. ომში მყოფი ქვეყნის ქალაქები რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ ღამესაც დაბომბეს. საქართველოს განათლების სამინისტროს მასშტაბური პროექტები და უპრეცედენტო მიღწევები ლონდონის საერთაშორისო ფორუმზე უწყება, რომლის მიზანით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა არაერთ პროექტს ახორციელებს და განათლების სივრცეში პოზიციებს ამყარებს. სამინისტრო ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობასაც აღრმავებს, რაც ერთობლივი პროგრამებით, გაცვლითი პროექტებითა და ტექნოლოგიური თანამშრომლობით გამოიხატება. ლონდონის განათლების საერთაშორისო ფორუმში წელს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოს განათლების სამინისტრო. ქართულმა დელეგაციამ ბრიტანულ უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოს საელჩოში პირველად უმასპინძლა. გაიმართა ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის პრეზენტაციაც. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბრიტანული მხარესთვის გაგვეცნო საქართველოს და ბრიტანეთს შორის ტრანსნაციონალური განათლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები როგორც ბრიტანეთის სამთავრობო უწყებების, ასევე უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში აქტიურად მუშაობს განათლების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების განვითარებას. თანამშრომლობა უზრუნველყოფს განათლებაზე ფართო და მრავალფეროვან წვდომას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. აღნიშნული პარტნიორობა ამავდროულად მეტ კავშირებსა და ნდობას აყალიბებს ორი ქვეყნის საზოგადოებას შორის. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხელს შეუწყობს უფრო არსებით და ეფექტიან თანამშრომლობას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის ტრანსნაციონალური განათლების სფეროში. სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღება ქართველი სტუდენტებისთვის ახლა უფრო ხელმისაწვდომია. შეერთებულ შტატებში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ქართულ და ამერიკულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს პარტნიორობა და მისი შესაძლებლობები. ჩვენ ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის ერთგულები ვრჩებით. ეს ნამდვილად პარტნიორობის სანიმუშო მაგალითია. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გავაძლიეროთ საქართველოს უნივერსიტეტები და მაღალი ხარისხის განათლება შევთავაზოთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს. განათლების სფეროში ურთიერთობები გაღრმავდება ჩინეთთანაც. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. განათლების მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიპლომების და სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს. სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩინეთთან უმაღლესი განათლების თაობაზე ხელშეკრულებას, რომლის შედეგად უკვე საქართველოში მიღებული განათლება შეიძლება ითქვას, რომ უპრობლემოდ იქნება აღიარებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო ასევე ჩინეთში მიღებული განათლება საქართველოში იქნება აღიარებული. ჩვენ როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ალიბდება რეგიონალურ
საგანმანათლებლო ჰაბად. Education in Georgia's პარკლებში საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა უკვე მიიღო. მათ შორის არის ინდოეთში გამართული საგანმანათლებლო კონფერენცია. სანამ ხვიჩას გამარჯვებას ვიზეიმებთ, დარჩით რუსთავი ორზე და შეიქმნით კარგი განწყობა, რამდენიმე წუთში დაიწყება მიხოდა მარო. ნახვამდის.